ლას-ვეგასში მივფრინავთ მე და ევა რამდენიმე დღით. ეს იქნება ჩემი პირველი მოგზაურობა ნევადაში, არ ვარ საერთოდ ამ შტატში ნამყოფი. ფენიქსიდან დაახლოებით 1 საათი ვიმგზავრეთ ლას-ვეგასამდე და გამოვედით თუ არა აეროპორტში. აეროპორტშივე სლოტ მანქანები დაგხვდა, ძალიან შოკი იყო სხვათა შორის ეგ. ჩვენ ვრჩებით სასტუმრო ბელაჯიოში, რომელიც ითვლება ერთ-ერთ ტოპ სასტუმროდ ლას-ვეგასში, მაგრამ ჩეკინი არის დაახლოებით 3 საათზე. ეს არის ჩვენი სასტუმრო, რომელშიც ფეხში შედგამთ თუ არა დაგხვდებათ უბევრესი ულამაზესი მაღაზია, მაგრამ პლუს ეს სლოტ მანქანები ისევ და ისევ. ვთქვი თუ არა ფეხი გადავწყვიტე რომ მეთქი ვცდი მეც იქნებ მოვიგო რამე და დავკარგე $3. საერთოდ ვერ მივხვდი როგორ მუშაობდა ეს სლოტ მანქანა და შევაწურე $3 და გაქრა ეგ ჩემი $3. ჩაში როდესაც გახვალ პირველი რასაც შეამჩნევ არის ის რომ ყველა შენობა და ყველაფერი ერთმანეთისგან საერთოდ განსხვავებულია, ამოვარდნილია. ქალაქში ქუჩებზე გადასასვლელად არის ხიდები და ყველგან არის ესკალატორები, ანუ თუ მოგინდება ქალაქში გასვლა, ძირითადად კიბეებზე ასვლა საერთოდ არ მოგიწევს, იმიტომ რომ მთელი ქალაქი არის ესკალატორებით სავსე. ასევე რადგან ლას-ვეგასი არის უბრალოდ უდაბნოში ხელოვნურად გაშენებული ქალაქი, ყველაფერი გარშემო, რასაც ნახავთ და რასაც მოივლით, იქნება ასევე ხელოვნური. მდინარეებს შეხვდებით, ტბებს შეხვდებით, ჩანჩქერებს შეხვდებით, რომლებიც ხელოვნურად არის გაკეთებული. სანამ სასტუმროში ჩეკინს გავაკეთებდით, ჩვენ სასაუზმოდ წავედით. ეს ტორტის ხელა ჩიზკეიკი არის ნორმალური ზომა სხვათა შორის ამერიკული სტანდარტისთვის. და ეს არის უკვე ჩვენი სასტუმრო, სადაც ვრჩებით. ჩვენ გვაქვს ულამაზესი ოთახი, რომელსაც აქვს ეიფელის კოშკის ხედი. დიახ, არ მოგესმათ, ხელოვნური ეიფელის კოშკიც აქვთ აქ და მაგის ხედი გვაქვს ოთახიდან, რომელიც გამოიყურება აი ასე. ახლობით $350-დან იწყება ჩვენი სასტუმროს ერთი ღამის ფასი, მაგრამ ნერვები აგეშლებათ, რო გაიგებთ, რომ ამ $350 და $400 საერთოდ არაფერი არ შედის. ეს იყო ძალიან სასაცილო მომენტი, ვიღაც ქალმა ვიდეოები გადამიღებდა, რატომღაც უცებ არც ვიცი ვინ არის მისი კონტენტ კრეატორი გავხდი და ნახეთ, ძალიან საყვარელად პოზიორობდა და მეც სრულიად როლში შეჭრილი ვუღებდი რაღაც ვიდეოებს. პირველი დღე რადგან იყო დიდად ბოდიელის თავი არ გქონია, მაგრამ მაინც გავისერნეთ, სეფორაში შევედით, რა თქმა უნდა. და მერე უკვე მოსაღამოებულზე გარეთ ქალაქში გავისერნეთ, რომ რაღაცები დაგვეთვალიერებინა, მაგრამ ხალხო, ქალაქში უბრალოდ გადაადგილება არის წარმოუდგენლად რთული, იმიტომ რომ დაახლოებით 1000-ობით ადამიანი არის ქუჩაში ყოველთვის, ყოველ წამს არის საცობები ოღონდ ადამიანების. საშინელი ხმაურია ასევე ქუჩაში, იმიტომ რომ ძალიან ხმამაღლა არის მუსიკა ყველგან. ასევე ასეთ უცნაურობებსაც შეხვდებით უბრალოდ ვიღაცებს გაკვეჭილს მიწაზე. თელს ქუჩაში ყველგან არის თითქმის მოსაწევის სუნი, ბევრი მთვრალი ადამიანი. და საბოლოოდ მოკლედ ისევ დავბრუნდით სასტუმროში, ძალიან ლამაზია ჩვენი სასტუმრო. საჭმელი არ გქონდა და მეზარა ყიდვა და ამიტომ აქ ჩიტოსით ვსკდები. და მოკლედ ეს გრძელი დღე დამთავრდა უბრალოდ ლოგინში შეგორებით, რომ დილას ადრე ვდგე.